15 თებერვალს ღაზის სექტორის შიფას საავადმყოფოში ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა ცხედრები მიასვენეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ისრაელთა მიერ გახსნილ ცეცხლს 10 პალესტინელი ემსხვერპლა. ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიასულ ტოლვილთა ბანაკთან ახლოს დრონის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. შიფას საავადმყოფოში ერთ-ერთ გარდაცვლილ შუბლზე თავსაბურავი ეკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მებრძოლი იყო. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში იერიშები ეგრეთ წოდებული ყვითელი ხაზის მახლობლად ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევის საპასუხოდ მიიტანეს. მათი თქმით, შეიარაღებული მებრძოლები ნანგრევებში მიმალვასა და ხაზის გადაკვეთას ცდილობდნენ. ნასერის საავადმყოფოს ცნობით 10 დაღუპულთაგან 5 მამაკაცია, ყველა 20 წლის. ისინი ხან-იუნისის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლნენ. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად იერიშებს მიიტანენ ნებისმიერზე, ვინც ეგრეთ წოდებულ ყვითელ ხაზს მიუახლოვდება. შეერთებული შტატების შუამავლობით გასული წლის ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიზნად ისახავდა ისრაელსა და ჰამას შორის 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საბრძოლო მოქმედებების შეწყდა, ისრაელი თითქმის ყოველდღიურად ხსნის ცეცხლს. სამხედროების მიერ კონტროლირებად ზონებთან ახლოს ისრაელელებმა არაერთხელ მიიტანეს საჰაერო იერიშები, რომლებსაც როგორც ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, 601 პალესტინელი ემსხვერპლა. სამინისტრო, რომელიც ჰამასის მოქმედი მთავრობის ნაწილია, აღრიცხავს დაღუპულთა რაოდენობას. ამ მონაცემებს გაეროს სააგენტოები და დამოუკიდებელი ექსპერტები სანდო ინფორმაციად მიიჩნევენ. თუმცა ამ მონაცემებში არ არის აღნიშნული დაღუპულთაგან რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე ან მებრძოლი. ჰამასის მებრძოლები დრო გამოშვებით თავს ესხმიან ისრაელელ სამხედროებს. ისრაელი აცხადებს, რომ მისი დარტყმები ამ და სხვა პირობების დარღვევის პასუხია. ბოლო მონაცემებით ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ 4 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.